მოგესალმებით პატივცემულო რადიო მსმენელებო, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს. დღეს ხუთშაბათია 7-9 და ვიწყებ ჩემს ავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალდაკვალ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მანა ნიკოლაიშვილი ვიმუშავებ თქვენთვის მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ღია ეთერში 50 წუთის მანძილზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის უცვლელი, ესე იგი ეს იქნება 25 გადაცემა განათლების რეფორმის უმაღლესი სკოლის რეფორმის ანალიზი. მე სანამ დავიწყებდე ჩვენს გადაცემას, მანამდე მინდა დიდი მოვლენა მოხდა ჩვენს ქვეყანაში, მიულოცო მეუფეშიოს საქართველოს პატრიარქად არჩევა და აღსაყრება. მე მინდა გისურვოთ თქვენ პატრიარქო წარმატებები ამ საპატიო და ურთულეს საქმიანობაში. ვიმედოვნებთ თქვენი მომავალი მსახურება პატრიარქის რანგში ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჩვენი ეკლესიის და ეკლესიურობის ადამიანთა სულიერებას, განსაკუთრებით მომავალი თაობის რწმენაში გამტკიცებას და გაძლიერებას. იმეც ვიქონიებთ, რომ როგორც ჩვენი დიდი პატრიარქი ილია მეორე, თქვენც განსაკუთრებით დიდ ადგილს დაუთმობთ ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე პროცესებს, განათლებისა და მეცნიერების განვითარებისა და რეფორმირების საკითხებს, მომავალი თაობის აღზრდისა და სწავლების საკითხებს, საერთოდ ახალგაზრდა თაობის სხვადასხვა პრობლემურ საკითხებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ პატრიარქად არჩევას და ასევე აღსაყრებას და გისურვებთ წარმატებებს. ახლა მინდა გავაკეთო ერთობ სამწუხარო განცხადება. გარდაიცვალა ძალიან ცნობილი მეცნიერი და უკარგესი ადამიანი და ამ ბატონი ოთარ ჟორდანია და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ოთარ ჟორდანიას გარდაცვალების გამო. ოთარ ჟორდანიას მთელი ცხოვრება მშობლიურ აფხაზეთსა და სამეცნიერო მოღვაწეობას მიეძღვნა. ბატონი ოთარი იყო 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. 1993-2005 წლებში რექტორის პოზიციაზე ხელმძღვანელობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დევნილობაში მყოფი უნივერსიტეტის დამფუძნებელი და აგრეთვე რექტორი. ბატონი ოთარ ჟორდანია იყო ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი, პირველი პრეზიდენტი და საქართველოს ისტორიკოსთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. აგრეთვე იყო აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ბატონი ოთარი იყო მაღალი ზნეობისა და მორალურად მტკიცე, პრინციპული, სამართლიანი, პატრიოტი, გულისხმიერი, პროფესიონალი და საერთოდ ძალიან კარგი ადამიანის ეტალონი იყო. ბატონი ოთარის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს, კოლეგებს, მთელ სამეცნიერო საზოგადოებას და საქართველოს კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ბატონი ოთარ ჟორდანიას გარდაცვალებას. ახლა მინდა უშუალოდ შევეხო იმ საკითხებს, რომელიც ძალიან მტკივნეულია და მე შემთხვევით პატრიარქს პირველსავე მილოცვაში
მისი ყურადღება მინდა მივაპყრო საქართველოში შექმნილ კრიტიკულ სიტუაციას და კონკრეტულად იმ ასე ვთქვათ ამბავს, რომელსაც არ ვიცი, რომელიც თანდათანობით სიტუაცია იძაბება და სამწუხაროდ ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის როგორ ელაპარაკოს ხალხს და პირველ რიგში როგორ ესაუბროს ახალგაზრდობას. ახალგაზრდობა თითქოს მიტოვებულია, ხიდი ჩატეხილია, არანაირი სოციალური დიალოგი, დისკუსია, დებატა. საერთოდ ეს ბავშვები ახალგაზრდობა არის ცალკე და ხელისუფლებამ მიიღო რაღაც საშინელი კანონები და ეწევა მხოლოდ სადამსჯელო საქმიანობას. 2026 წლის 18 აპრილს ბატონი ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე გამოსვლისას მიმდინარე აი ამ პროცესებთან და აქტებთან დაკავშირებით ძალადობის ფაქტები დაგმო. თავისი გამოსვლის დროს ასევე ისაუბრა პოლარიზაციასა და მისი განმუხტვის გზებზე. მე რამდენიმეჯერ მოусმინე ამას ახლა თავის დროზე, მაგრამ ახლა გადაცემას რომ ვამზადებდი და პრაქტიკულად ცოტნე საუბრობს 3 წუთი და ისეთი ღრმა შინაარსიანი და აბსოლუტურად ყველანაირი კუთხით ეს არის ძალიან კარგი სიტყვა, მისაღები სიტყვა და მე ვიტყოდი ეს არის საპროგრამო სიტყვა. აი ამ რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამ 3 წუთშია ჩატეული ეს. და ეტყობა ბატონ ცოტნეს რომ ის ამას მართლა გულით და ასე ვთქვათ განცდით საუბრობს და გულწრფელად უნდა რომ ეს შექმნილი სიტუაცია გამოსწორდეს. და თუ შეიძლება გავუშვით მეორე ვიდეო. მოგებით ყველას მადლობა მომწონებისთვის და სავალია პირადად მოგესალმები, მადლობა ესეც საინტერესო შეკითხვისთვის. მიხარია რომ ამ თემასთან დაკავშირებით მოგესალმებით შანსები ვისაუბროთ. ძალადობაზე საუბრით მინდა რომ დავიწყო. ჩემი აზრით ყველას ღვთივა გული ამ თემასთან დაკავშირებით. მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით ეს ყველაფერი ეს არ უნდა მომხდარიყო. რაც შეეხება შეკითხვის პოლარიზაციასთან დაკავშირებით, მოდი ოდომ შევშალოთ რა. ახლა დავკითხდი, როდესაც შენ საუბრობდი და მგონია რომ პოლარიზაციის ზოგადად საუკეთესო გამოსავალი და ალტერნატიული გამოსავალი არის დისკუსია, დებატი, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ იმ ადამიანს, რომელსაც ვესაუბრებით, მეორე მხარეს ასე ვთქვათ, გაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ერთი საერთო ღირებულება, რომელსაც ჩემი აზრით სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, ჩემი აზრით საუბარს, დისკუსიას, დებატს უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია. პირიქით ახლა, როდესაც ადამიანს ქვეყანაში ცუდი მომხდარი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუდიტორებს, ესეთ ადამიანთან ჩემი აზრით საუბარს აზრი არ აქვს სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, უბრალოდ იმას ვიტყოდი, რომ თუ გაერთიანებს ეს საერთო ღირებულება, ეს ჩვენი საყვარელი საქართველოს სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია, დებატი, რომელიც შეიძლება დაძაბულიც არ იყოს, დასრულდეს ფაქტობრივად რუსია კაცუკი ნაცის დახილით ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის ნაცვლად, ლოგიკური ჯაჭვის შემოღარებების ნაცვლად. ჩემი აზრით არასოგი არის რომ ადამიანი განსაჯო მისი თეზისიდან გამომდინარე და არა მისი არგუმენტიდან გამომდინარე, ისევე როგორც არ უნდა გააკრიტიკოს ის, რომელიც არ გვაქვს საკითხული, ხო თქვა. შესაბამისად, მე ამ თემას საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ პირადად, იქიდან გამომდინარე რომ თუნდაც ეს შეხვედრაც თავისთავად ემსახურება იმას, რომ მეტი საუბარი არსებობდეს ახალგაზრდების შორის. დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად მოახერხებთ იმას, რომ მეტი საუბარი დაინერგოს ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივოდ და ძალიან მიხარია დღესაც აქ ყოფნა, ძალიან მიხარია, რომ ჩვენც კი მოგვეცა ეს იდეების გაცვლის შანსი.
და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მედინამეტი მსგავსი ტიპის შეხვედრა ჩატარდება, მსგავსი ტიპის საუბარი ჩატარდება, ეს იქნება ქართული ოცნების მხრიდან თუ ნებისმიერი სხვა ახალგაზრდის მხრიდან, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გახშირდება ჩვენ ქვეყანაში და შესაბამისად ოპტიმისტურად ვიყურებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მგონია, რომ დებატი, დისკუსია ნამდვილად კარგი გამოსავალია პოლარიზაციის, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი. მადლობა დიდი. დიდი მადლობა ცოტნე ივანიშვილს, ასეთი ღრმა შინაარსიანი ეს არის საპროგრამო სიტყვის წარმოთქმისთვის. იმას, რასაც ხელისუფლება ვერ ახერხებს და ვერც ხვდება საიდან უნდა დაიწყოს პროცესები, მიხვდა ახალგაზრდა და მე რამდენადაც ვიცი, ცოტნე სტუდენტია მე მგონი, ხო? და გამოთქვა აბსოლუტურად სრულფასოვანი აზრი და მე კიდევ ვიტყვი არ დავიღლები, ეს არის საპროგრამო სიტყვა. დაიდევით ეს სიტყვა ხელისუფლებას მიმართავ, პირველ რიგში კობახიძეს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს და მთავრობის სრულ შემადგენლობას და დაიწყეთ ასე მოქმედება. ესე იგი, რაზე გააკეთა ამ ახალგაზრდამ აქცენტები? ძალადობას გმობს, პოლარიზაციას გმობს და უფრო შორსაც მიდის, რომ ეს არისო ხელოვნურად ეს პოლარიზაცია მოწყობილიო. ანუ, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ, დისკუსია, დებატები, პოლარიზაციას უნდა დაუპირისპიროთო დებატები, დიალოგი, დისკუსია. და მან ბრძანა, რომ დებატები უალტერნატივოაო. და განსხვავებული აზრი უნდა მოისმინოთ. თქვენ არ იღებთ განსხვავებულას. ანუ ბატონმა ცოტნე ივანიშვილმა განსაზღვრა, რომ რაც გვაერთიანებს და რაც არის გამაერთიანებელი სამშობლოს რეალური სიყვარული, აქედან დავიწყოთო. და თქვენ რას აკეთებთ? რომ შევაფასოთ საბოლოოდ, ეს არის მცდელობა და წინ გადადგმული ნაბიჯი. ცოტნე ივანიშვილის მხრიდან შერიგებისა, შემწყნარებლობისა, ჩატეხილი ხიდის აღდგენისა, დაძაბული სიტუაციის განმუხტვისა, სიყვარულისა, გაერთიანებისა, განვითარებისა, წინსვლისა და გაძლიერებისა და საერთოდ ყველა სიკეთისა. და თქვენ ხელისუფალო რას აკეთებთ ამის ფონზე? ეს იყო დაახლოებით 18 აპრილს ეს გამოსულა და თქვენ იმის შემდეგ აგრძელებთ ყოველდღე აკავებთ სტუდენტებს. თან უნივერსიტეტში მიდიხართ, პოლიცია და აკავებთ. ნუ პოლიცია აქ არა, კანონი მოქმედებაშია. რატომ არ აჩერებთ ამ საეჭვო კანონს? რატომ არ აჩერებთ ამ არაადამიანურ კანონებს? კვლავ აგრძელებთ ცხოვრებას ხელისუფლებას მიმართ თქვენ დანაშაულებრივ კანონებთან. ერთად და კვლავ ბორკილებს ადებთ ახალგაზრდებს. ეს როგორ აღვიქვათ? ესე იგი, ცოტნეს გამოსვლა და თქვენი შემდეგი მოქმედებები. შიდა დაპირისპირებად? ამიტომ მოგიწოდებთ, ბატონო ბიძინა, ჩაერთეთ, განმუხტეთ სიტუაცია, გაუშვით თქვენი უნარო მთავრობა. პირველ რიგში, თუ საჭირო გახდება, საერთოდ პარლამენტიც გასაშვებია სახლში. მათ არ შესწევთ უნარი ქვეყნის მართვის. მათ შემოაქვთ დაპირისპირების, დაყოფის, ხალხისაგან იზოლირების მუხტი. თქვენი მომხრეებიც კი დაუპირისპირეს მართველ პარტიას. ისევ იგივე კითხვებით დავასრულებ, რა არის და საით მივდივართ. სამინისტრო რას აკეთებს? როცა სტუდენტებს იჭერენ, პარლამენტში იყო გუშინ მიბრძანებული ბატონი ზვიად გაბისონია, მინისტრი მიქანაძე მგონი აჭარაშია, პატერაძეს შეხვდა და ბატონებო,
თქვენ არ გეკუთვნით განცხადების გაკეთება? თუ ეს სტუდენტები, რადგანაც თქვენგან განსხვავებული აზრი აქვს, თქვენ კომპეტენციაში არ შედის მათი დაცვა, ან შესაბამისი უნივერსიტეტის რექტორები სად არიან, ან პროფესორ-მასწავლებლები, როცა ამ ბავშვებს აკავებენ, ან სტუდენტების სოლიდარობა სად არის? სტუდფესტის გახსნაზე რომ იყო პრემიერი, რატომ არ მოითხოვეთ უვარგისი კანონმდებლობის შეცვლა? რა არის ეს? ისევ ვსვამ, საით მივდივართ. ერთი კვირის წინ დააკავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანი ფრიდონაშვილი. მას ორდღიანი პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის შეუფარდეს. ასევე გუშინ დააკავეს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ელენე გელაშვილი და სტუდენტებს აკავებენ უნივერსიტეტებში, თვითონ სტუდენტები ატყობინებენ იქ იმიდან სიუჟეტიდან ჩანს და აკავებენ ტროტუარზე დგომის გამო. ანუ ყობახიძის და ხელისუფლების მიერ მიღებული არასრულფასოვანი ხისტი უვარგისი კანონის გამო. რა დააკანონეთ და რისთვის დააკანონეთ? მოდით გავყვეთ, აჩვენეთ თუ შეიძლება მესამე და მეოთხე ვიდეო. მუხლი თქვით, თუმცა რისთვის იჭერთ რომ გითხრათ დანარჩენებს ვინც აქ ვართ? შეგიძლიათ შეკრება მანიფესტაციის კონკრეტულად რა მოქმედებაზე? კონკრეტულად რა მოქმედებაზე? ტროტუარზე დგომის გამო ხო? ტროტუარზე დგომის გამო ხო? თქვენ როცა აკეთებთ მუშაობას პოლიციაში, იქ გეგონათ რომ ოდესმე სტუდენტს დააკავებთ ტროტუარზე პროტესტის გამოთქმის გამო, მშვიდობი არის პროტესტის გამოთქმის გამო? თვითონ დაგირეკეთ და ხელს ვაზე ხო, ანუ დისკუსიისთვის მე შევიკრიბე. არა, დისკუსიისთვის ვერ შევიკრიბებით თორსა. უბრალოდ ძალიან სიცხვილეა, მათ რაც თქვენიათ, მას თამაინტერესებთ, არაფერი შეგიძლიათ. ორი საათი გავიდა იქიდან. აი ეს არის ძალიან ძიმე საყურებელი სიუჟეტები. აი როგორი დაპირისპირება ხელისუფლებასა და ახალგაზრდობას შორის. როგორ დაიწყო დაპირისპირება ხელისუფლებასა და ახალგაზრდებს შორის? ან რატომ დაიწყო? მოდით გავიხსენოთ, მობრძანდით თქვენ ძალიან კარგი პროგრამით. ყოველ შემთხვევაში განათლების და მეცნიერების მიმართულებით. მეც ვიღებდი მონაწილეობას ქართული ოცნების მოძრაობა რო დაფუძნდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას და მივიტანე მასალები და რაღაც. ესე იგი, ეს თავიდან იყო თქმული, რომ ეს უვარგისი, ანტიმეცნიერული, ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიხალხური, ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონები უნდა გაუქმებულიყო. თქვენ ეს ყველაფერი შეინარჩუნეთ და ნუ რაღაცა ცვლილებები ამ კანონების გაკეთილშობილება არ შეიძლებოდა. შემდეგ ხელისუფლების მიერ უყურადღებოთ, მე ვთქვი შესავალ სიტყვაში და კიდევ გავიმეორებ, უყურადღებოთ არის მიტოვებული მოსწავლე ახალგაზრდობა, სტუდენტები, აღსაზრდელები, მწირი დაფინანსება სკოლების ვაუჩერით და მწირზე მწირი გრანტის ოდენობა.
2250 ლარი, რომელიც არ შეცვლილა 20 წელზე მეტია. და 2250 ლარით რა სპეციალისტი უნდა ჩამოყალიბდეს. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლევს ვაუჩერის და გრანტის ოდენობა. გაუსაძლისი პირობები უმეტეს შემთხვევაში. განადგურებული ინფრასტრუქტურა სკოლების და მთელი რიგი უნივერსიტეტების, ავარიული შენობები. თვითონ სახელმწიფო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დედა უნივერსიტეტიო, რო იძახით, რას ელოდებოდით? 14 წელია მოსული ხართ. 14 წელში 14 კორპუსს ააშენებდით. რომ გდომებოდათ. პირიქით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შენობებს ართმევთ. ერთი ვერ მივაღწია იქამდე, რომ აი ის შეიძლება შემდეგ გადაცემაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობებზე ვისაუბრო და იმ დოკუმენტებთან დაკავშირებით. შემდეგ ასევე სხვა უნივერსიტეტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შენობები და ისინი არ არის მოწესრიგებული. ის პირველი კორპუსი ბიძინა ივანიშვილმა გაარემონტა. და მეორე კორპუსი იმდენი წელი რემონტდებოდა და ხარისხიანად არ არის ის გაკეთებული. ავარიული შენობები, სკოლების შენობები, ბაგაბაღები დაანგრიეთ და არ უშენებთ. შეჭამეს ვიღაცებმა ფული, იმის მაგივდრავთ, რომ დაიჭიროთ, ისინი დაიჭიროთ. უმეტესობა არც არის დაკავებული და თუ არიან რაღაცა მოიტანეს ზღვაში წვეთი და გამოუშვით ისევ. და ასეულობით შენობა არ არის აშენებული, რომელიც უკვე აშენებული უნდა ყოფილიყო. შემდეგ კვების კვანძები არ არსებობს. არც უნივერსიტეტებში და არც სკოლებში. მე მაქვს ხედულობაში ცხელი კერძები და სასადილოები და იქ უნივერსიტეტებში ბუფეტებიც არ არსებობს. შემდეგ ტუალეტები. ის კი არა ხელის დაბანის საშუალება არ არის. ზოგიერთ სკოლაში ცივი წყლითაც კი. რეგიონების და სოფლების და დაბების სკოლები მაქვს უმეტესწილად. და უხარისხო სწავლება განსაკუთრებით სკოლებში. მაგრამ ეს არ არის მასწავლებლებს რო აბრალებთ და ბავშვებს რო აბრალებთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ სკოლას ფუნქცია დაეკარგა. ყველაფერი. თქვენ გაქვთ ერთი კორუმპირებული სისტემა. კორუმპირებული ხვრელებით დატვირთული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, კორუფციული ხვრელებით დატვირთული საკონკურსო დებულება სახელმძღვანელოების და ერთმანეთზე უარესი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები გამოდის. იცვლება პრემიერ-მინისტრები, იცვლებიან ხელისუფლებები, თქვენ წარმოიდგინეთ და განათლების სამინისტროში საკვანძო თანამდებობაზე ჩაბუდებული აი ეს არაპროფესიონალები სხედან. მინისტრები იცვლებიან, მოადგილეები იცვლებიან, ისინი არ იცვლებიან. არიან და არიან. და კიდევ ყველა მინისტრის მოადგილე არ იცვლება. რამდენი ეროვნული სასწავლო გეგმა, რამდენი თაობის სახელმძღვანელოები და ყველაფერი სტანდარტები ყველაფერი გააფუჭეთ. ამიტომა უხარისხო სწავლება და როდემდე უნდა იყოს განათლების სამინისტროში ქალბატონი მახარაშვილი, სასკოლო დარგში მინისტრის მოადგილე. გადაიყვანეთ სხვაგან. პასუხისმგებლობა რატომ არ არის ამ გაფუჭებულ საქმეებზე? გამაგებინეთ ერთი. დასაქმება შეუძლებელია ახალგაზრდებისათვის. სტუდენტთა არალიმიტირებული მძიმე შრომა მინიმალური ანაზღაურებით. წარმატებული ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტები ჩაწყობის გარეშე ვერ პოულობენ სამსახურს. კადრების განვითარების, კარიერული წინსვლის სქემა და მექანიზმები საერთოდ არ არსებობს ქვეყანაში. ეს იმ მასწავლებლების სქემაში არ აგერიოთ. მე ვსაუბრობ საერთოდ კადრებზე. სტუდენტთა საერთო საცხოვრებლები არ არის ქვეყანაში. ბინის ქირები, უმაღლესი ფასები.
და უკვე ნაქირავები ქონდათ ბავშვებს ბინები და რუსეთ-უკრაინის რომ დაიწყო, გამოყარეს ბავშვები ბინებიდან. ჩვენ ქართველებიც კარგი ტიპები ვართ. ეს როგორ გააკეთეთ? ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა როგორ გამოყარეთ ბინებიდან? ფულის გამო. ეს არსებობს ისეთი რაღაცა, რომელიც არ უნდა გააკეთოთ. როცა ხედავთ, რომ ხელისუფლებას უპატრონოდ ყავს მიტოვებული ეს ახალგაზრდები. ქვეყნის ეკონომიკა არ ვითარდება, არც ცენტრში და არც რეგიონებში. შედეგი ახალგაზრდების გადინება საზღვარგარეთ. პოლიტიკის ნიადაგზე მრავალი წლის მანძილზე დაყოფილი და დაპირისპირებული საზოგადოება. მათ შორის ამ დაყოფის და ამ პოლიტიკის ცენტრში აღმოჩნდნენ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდები. შემდეგ, ყველასაგან მიტოვებული ახალგაზრდები, არავითარი ჩართულობა, სოციალური დიალოგი, დისკუსია, დებატები ახალგაზრდებთან თუ საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან. მაგრამ ყველაზე მგრძნობიარე ფენა არის ახალგაზრდები. ჩაკეტილი, იზოლირებული ხელისუფლება და სახეზია პოლიტიკური კრიზისი. მაგრამ ეს არ არის მარტო პოლიტიკური კრიზისი. ეს არის შეტევა ახალგაზრდებზე, ჩვენ რაც ვნახეთ. ეს არის შეტევა განათლების სისტემაზე, რა რეფორმასაც თქვენ აკეთებთ. ეს არის შეტევა ახალგაზრდების ღირსებაზე. ეს არის შეტევა ახალგაზრდის თავისუფალ აზრზე და თავისუფალ სიტყვაზე. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება დიალოგში, დისკუსიაში, დებატებში შევიდეს თავისი ქვეყნის ახალგაზრდებთან, მას უკანონო, უვარგისი კანონებით და პოლიციით უპირისპირდება. სტუდენტის ხმას პოლიციით ახშობს. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ხელისუფლება უნივერსიტეტებში პოლიციის ძალით შედის. ამის უფლება გააქვთ ხელისუფლებას ვეკითხები და პოლიციასაც. მთელ ქვეყნებში უნივერსიტეტის ეზოში ვერ შეხვდა და ვერ დაიწყე იქ სტუდენტთა დარბევას. გააჩნია პირობებს. ხელისუფლებას არ შესწევს უნარი ესაუბროს ახალგაზრდების დიდ ნაწილს და პოლიციის საშუალებით უნდა მოიგოს ბრძოლა ახალგაზრდებთან. ერთი შეხედვით ხელისუფლება ბრძოლას იგებს თითქოს სტუდენტს აკავებს, მაგრამ თქვენ ქვეყნის მომავალს ებრძვით. ხელისუფლება თქვენ ქვეყნის განვითარებას აბრკოლებთ და ანგრევთ. მე კითხვები მაქვს ხელისუფლებასთან. თქვენ პატივცემულო ხელისუფლებაო, სტუდენტთა ნაწილს მართლაც მტრად აღიქვამთ? გამობრძანდით და უპასუხეთ ამ კითხვებს. არ ფიქრობთ მათთან ჩატეხილი ხიდის აღდგენას? როდემდე უნდა ვუყუროთ ამ უმძიმეს კადრებს, რაც ჩვენ ვნახეთ, როცა ჩვენი მომავალი თაობის ძვირფას ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ხელბორკილებს ადებს ქვეყნის პოლიცია. ასევე პოლიციაც ახალგაზრდების რიგებს მიეკუთვნება. ეს რა არის? ერთი თაობის ხალხს აპირისპირებთ და საით მივდივართ. არ უნდა შევჩერდეთ?
შეჩერდით და კვლავ მოუწოდებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნუ აყოვნებთ გაათავისუფლეთ გადააყენეთ მთავრობა ამათ არ შეუძლიათ ქვეყნის ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან ნაწილთან ახალგაზრდებთან საუბარი ახლა გეტყვიან თქვენ ბატონო ბიძინა მოგახსენებენ რომ მოხსენებაც არ უნდა აი სტუდფესტი გაიხსნა 20,000 სტუდენტი მივიდა და იქ იყვნენ მიბრძანდა პრემიერი თუმცა სხვა პრემიერები არ მიდიოდნენ ხოლმე სტუდფესტის გახსნაზე ამით დააფიქსირა რომ აი ახალგაზრდა მაგრამ 30 წამზე ნაკლების სიტყვა თქვა მაგრამ მოდით გავშიფროთ ყველაფერი ვიზე ნაკლებად შეგვიძლია ანალიზი იქ არსებული სტუდენტები ყველა არ არის და უმეტესობა უკვე აღარ არის ქართული ოცნების მომხრე ჯერ მარტო იმიტომ გაგიჟებულები არიან სტუდენტები რასაც იცნობენ და როგორც იცნობენ განათლების რეფორმას რასაც თქვენი პრემიერი და მინისტრი და მოადგილი აკეთებს მოადგილეები უმაღლესის დარგში გაბისონია სასკოლო დარგში თამარ მახარაშვილი ეს არის კატასტროფა ბატონო ბიძინა შეაჩერეთ ეს არის თავიდან ბოლომდე დანაშაულებრივი რეფორმა რომლის ყველა სიტყვა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ტომები შეიძლება დაიწეროს სარჩელების სახით ზოგიერთი კიდე პროკურატურის განსჯადი საქმეებია შეიცვლება ხელისუფლება და თქვენ მოგიწევთ სირბილი ჯერ საგამოძიებო კომისიაში პარლამენტში და შემდეგ საგამოძიებო კომისიებში და შემდეგ გადაეცემა ეს საქმეები ძალოვან პირველ რიგში პროკურატურას შემდეგ ალბათ სასამართლოს ან ზოგი სასამართლოს ამიტომ დროზე მიიღეთ ღონისძიებები გაატარეთ აზრი არ აქვს ამათ დატოვებას ხელისუფლებაში უნდა შეიცვალონ ვერ ახერხებენ ეს გამოჩნდა მაშინაც როცა მოხდა გაფიცვები რომ დაიწყო ბატონო ბიძინა ყველა დამალული იყო ყველა განათლების სამინისტროში მაშინდელი მინისტრი ავინახვარი და მაშინდელი მინისტრის მოადგილეები მაშინ თითქმის ყველა გაფიცული იყო სკოლებიც ის მინისტრის მოადგილეები აღარ არიან მაგრამ ქალბატონი მახარაშვილი არის ხო აი ასია ეს პრემიერი იყო და პრემიერი არის ახლაც მაგრამ ეს ხისტი კანონებით ახალგაზრდებთან საუბარი არ შეიძლება როცა დაპირისპირება თანაც პოლიტიკურ ნიადაგზე და ამ რეფორმის ნიადაგზეც ძალიან ბევრია უკმაყოფილო ახალგაზრდებში და კიდევ უფრო გაიზრდება უკმაყოფილოთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება ჯერ სად ვართ ეს რეფორმა დასაწყისია ახლა ესენი არიან არაპროფესიონალები როცა ვამბობთ რომ არაპროფესიონალები არიან ჩემს გარდა ძალიან ბევრი ამბობს რომ არაპროფესიონალები არიან თუ შეიძლება გავუშვით შემდეგი ვიდეო მეხუთე ანგაშის რეჟიმია თითქოს ჩვენთვის, რადგან ყოველ დღეს ან ყოველ კვირას მოდის რაღაც ახალი რეფორმა, რომელსაც მზად არ ვიყავით, არც ფსიქოლოგიურად, არც მატერიალურად და ძალიან დიდ დისკუსიას, რაღაც დაპირისპირებას იწვევს საზოგადოებაში, რადგან ზოგი ეთანხმება ამ რეფორმას, ზოგი არ ეთანხმება, თუმცა რადგან
მოსწავლეების გადმოსახედი არ არის ასე ვთქვათ დაკმაყოფილებული, არ არის გათვალისწინებული და არც იმ ადამიანების, რომლებიც შეხედულები არიან ვთქვათ განათლების სისტემაში, ეს რეფორმა შეიძლება კიდევ უფრო დაუძლოს, დასუსტდეს, კიდევ უფრო შეირყეს განათლების სისტემა და უფრო არასახარებელო გახდეს. ეს რეფორმა არის არა მარტო იმ მოწადინებული აბიტურიენტებისთვის ვთქვათ დიდი პრობლემა, ძალიან დამაზიანებელი, რომლებიც ცდილობდნენ ვთქვათ 100%-იანი გრანტის აღებას, ასევე ბოლო ბავშვებისთვის, რომლებიც ჯერ შეიძლება არ იყვნენ რაღაცა სწავლისთვის, თავგამოდებისთვის, შეიძლება ცოტა ზარმაცობდნენ, მაგრამ შეიძლებოდა მომავალში, ასე ვთქვათ, მათი ინტერესები უფრო გაცოცხლებული იყო და უნივერსიტეტში უფრო კარგად წარმოეჩინათ თავის. მე პირადად, პირველი კლასიდან ძალიან ბეჯითი მოსწავლე ვიყავი და ყოველთვის პრეტენზია მქონდა 100%-იან გრანტზე. აქედან გამომდინარე, მზად ვიყავი, რომ რაღაცა უფასო, რაღაცა დაფინანსებას მივიღებდი, უფასოდ შევძლებდი სწავლას და რა თქმა უნდა, ჩემი ყურადღება გამახვილებული იყო კერძო უნივერსიტეტებზე, სადაც ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი უფრო კვალიფიკაციური პროფესიონალები არიან, პროფესორები, ლექტორები და ასე შემდგომ. ძალიან დიდი პრობლემა გაჩნდა პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით, რადგან რაღაც ფაკულტეტის არჩევისთვის საჭიროა მოცემულ ქალაქში წასვლა, რადგან ერთ ქალაქში იქნება ერთი ფაკულტეტი. თუ ბავშვები ვერ ჩაბარებენ გამოცდებს, ფაქტობრივად აღმოჩნდებიან სამსახურის გარეშე, განათლების გარეშე და შეიძლება ქუჩაში და რაღაცა უფრო მეტია შანსი, რომ მათ რაღაცა ცუდი ცხოვრების წესი განავითარონ და ასე გააგრძელონ ცხოვრება, რაც რა თქმა უნდა საქართველოსთვის და ახალგაზრდობისთვის ძალიან ცუდია და მიუღებელია. და შეიძლება საქართველოს განვითარებას ძალიან შეუშალოს ხელი. შესაძლებელი იყო 5 წლის შემდეგ დაინერგა და მანამდე რაღაც საბაზო შეცდომები, რაღაც საბაზო დარღვევები, რაც არსებობს განათლების ასე ვთქვათ სივრცეებში, ინსტიტუტებში აღმოეფრათ, თუმცა ერთ კვირაში შემოიღეს ეს რეფორმა და ძალიან დიდი სადარდებელი გაუჩინეს აბიტურიენტებს. აი, ესეც უჭკვიანესი ბავშვი ბათუმელია ეს ბავშვი აბიტურიენტი მე-12 კლასელი და ნახეთ ყველაფერი ჩამოაყალიბა 2 წუთში ყველა მტკივნეულ საკითხს შეეხო 11 მაისს 18 საათზე შეწყდა რეგისტრაცია აბიტურიენტების რეგიონული უნივერსიტეტების მთავარი ის არისო რომ პირველი კრიტერიუმი ასე თქვა კონცეფციის რომ დედაქალაქი უნდა გამტვირთოთო და რეგიონული უნივერსიტეტებში უნდა გადავიტანოთო აქცენტი მიმართოთ იქეთო და დეკონცენტრაცია უნდა მოხდესო რეგიონების მიმართულებითო და ამითო რეგიონული უნივერსიტეტებიდან გამომდინარე ეკონომიკა რეგიონებში გამოცოცხლდებაო ეკონომიკა უნივერსიტეტებით არ ცოცხლდება იქ სხვა რაღაცა ინდუსტრიის განვითარება და სხვადასხვა ფაქტორებია საჭირო შემდეგ რა განწყობებია მე ვადევნებდი თვალყურს აბიტურიენტების ჯგუფებში რა იყო როგორ იყო არც ერთ ვარიანტში არ გაიზრდება რეგიონებში რაც იყო არასრულფასოვანი და არასრული 30%-იანი 35%-იანი 45%-იანი და ყველაზე მაქსიმუმ 55%-იანი შევსება ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ უნივერსიტეტში შარშან იყო 64%-იანი შევსება 36% ესე ძალიან მაღალი პროცენტია ვაკანსიები დარჩა იგივე და იმაზე უარესი მდგომარეობა იქნება წელს უფასო განათლებაო გამოაგორეთ შემდეგ და რა ამასაც ვადევნებდი თვალყურს და უფრო მეტი აბიტურიენტები ეწერება კერძო უნივერსიტეტებში იმიტომ რომ აი ეს ბავშვი ამახვილებდა ყურადღებას ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი მოუხერხებელია მათთვის და უფრო მეტი ბავშვი დატოვებს რეგიონებს და ჩამოვა დიდ ქალაქებში მაგალითად თბილისში ბათუმში ქუთაისში ბათუმი უძვირესი და ქუთაისიც ყველა რეგიონული ქალაქი არის ძვირი ბინის ქირა და რაღაცა თითქმის თბილისს უტოლდება იმიტომ რომ აქ რამდენიმე ბავშვი ერთად ერთიანდება და ცოტ-ცოტა ფული უწევს იქ და იქ სადიშოონ ეხლა ან ქუთაისში ან ბათუმში ძვირიღის ბინები და ეს იყო თქვენი რეფორმის დანიშნულება ეს არ იყო
ეს იყო ფარული მიზნები, რომ კერძო უნივერსიტეტებში ფასემა მოიმატა ძალიან მნიშვნელოვნად და კერძო უნივერსიტეტებში ჩაწერილიყო ეს ბავშვები. ეხლა რაც შეეხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ესე იგი, მთელი 12 დღე იყო აგრესიული საუბარი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, მინისტრის მხრიდან, მოადგილის და თქვენი ტროლბოტების მხრიდან და ხალხს ჩაუჭედეთ გონებაში, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დახურეთ. და მერე თუ აღადგინეთ, ეს უმეტესობას აღარც ეცოდინება უკვე. ყველა განათლების ექსპერტი ხო არ არის, ან ყველა დაინტერესებული პირი. რა გააკეთეთ? ან რომ ციცოდნენ, რატო ეს როგორ რეპუტაცია შეულახეთ უნივერსიტეტს? ატრიალეთ ყველა ბრუნვაში, თითქოს რაღაცაში დამნაშავე იყო უნივერსიტეტი. და რა ხარისხზე ლაპარაკობთ, ისა კობახიძე 14 წელია ხელისუფლებაში ხართ მოსული, რატო არ მოუმატეთ გრანტის თანხა? სად ნახეთ თქვენ ხარისხი 2250 ლარად? კიდე რასაც ასწავლიან, როგორ ასწავლიან ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები? ყველას მედლები ეკუთვნის. მარტო ერთმანეთში რომ არიგებთ მაგ მედლებს. მიდიან ბავშვები საზღვარგარეთ ჩვენი უნივერსიტეტებიდან და ბრწყინვალე შედეგებს დებენ იქ. თუ არ დგას სათანადო სიმაღლეზე ჩვენი უნივერსიტეტები როგორ სწავლობენ იქ წარმატებულად? გინდ მაგისტრატურაში და გინდ დოქტორანტურაში. იმის მაგივრად რომ მადლობა უთხრათ ამ პროფესორ-მასწავლებლებს მოაწყვეთ ისეთი მახეები, ამას რეფორმა კი არა, ამას ქვია საშინელება. საწამებელი მახეები მოუწყვეთ და თანდათანობით ზოგს უცბად აკარკინებთ სამსახურს და ზოგს თანდათანობით. ამიტომ სანამ კიდევ დროა ბატონო ბიძინა, გაუშვით ეს მთავრობა, გაუშვით ესენი და შემოტრიალდეს უკან. ეს არ არის რეფორმა, ეს არის რაღაც კატასტროფა. ყველა ნაბიჯი არის დანაშაულებრივი. კერძო უნივერსიტეტებში გაიზარდა კონტინგენტი და სახელმწიფო უნივერსიტეტებში პირიქით და რეგიონულ უნივერსიტეტებში არაფერი, რაზეც კეთდებოდა აქცენტი. და იქ რომ რუსთავში წაიყვანეთ ის ბავშვები, მთელი ამბი, მთელი სახელმწიფო, მთელი პოლიცია, ყველა იყო, მასე გინდათ ამ გზაზე ატაროთ ეს ბავშვები, რუსთავში წადით თქვენ. აიშენეთ იქ. მთავრობას ხომ მაინც არა აქვს უმეტესობა სამინისტროებს, ოფისები რატო არ გაქვთ? რატო ხარჯავთ ბიუჯეტის ფულს? შემდეგ გაუშვით შემდეგი ვიდეო. მე-6. ნომერ პირველი ამოცანა არის ის, რომ ხელი შეუწყოთ რეგიონების თანაბარ განვითარებას. ანუ პირდაპირ კავშირში ეს განათლების ხარისხთან რა თქმა უნდა არ არის. აქ თავარი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ რეგიონების თანაბარ განვითარებას. რაც შეეხება სტუდენტების განაწილებას სპეციალობების დროში და რეგიონულ დროში, ზოგად ხედვაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჯერ არ აქვს შემუშავებული ჩვენ ანალიზი, მომზადებული სახელმწიფო ანალიზი, მზადდება და დაახლოებით 2-3 თვეში გვექნება უკვე შედეგები. ხო, აი ანალიზი არ აქვს. გავიდა 2-3 თვე, ეს პარლამენტშია მიბრძანებული, არანაირი ანალიზი არ გამოუქვეყნებია მთავრობას, ეს მთავრობის სამინისტროს კი არ უნდა გამოექვეყნებინა. მთავრობას და სამინისტროს ერთად უნდა დაეწერათ. სიტუაციური ანალიზიც, სანამ დაიწყებოდა რეფორმა და შემდეგ რეფორმის შემდეგ რა უნდათ ყველა საფეხური უნდა იყოს და შემდეგ მისი ანალიზი. და არა ის, რომ გზადაგზა სწორდება. და რა სწორდება? გაუშვით, ესენი არიან არაპროფესიონალები. გაუშვით შემდეგი ვიდეო. არ უნდა გავუტაროთ ის, რომ ჩვენ გვეძახიან არაკომპეტენტურებს. ამის გამეორებაც კი ღიმილის მომგვრელი არის. კი, თქვენ ხართ არაკომპეტენტურები. არაკომპეტენტურები ხართ თქვენ, იმიტომ რომ ყველაფერს, რასაც აკეთებთ, ყველაფერი არის თავიდან გასაკეთებელი. აი, ჩემ ხელთ არის ეს არის საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტს წერილი პრემიერის.
რომ კანონპროექტის შედის შემდეგ რომ ზვიად გამსახურდია ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულება ბატონი ირაკლი კობახიძის რომ ზვიად გაბისონიას ნიშნავს მომხსენებლად. შემდეგ მთავრობის ხდომის ოქმი, შემდეგ საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, ცვლილებების შეტანა და განმარტებითი ბარათი. და ეხლა რაშია საქმე? არაკომპეტენტურები რომ ბრძანდებით, ეს ბატონი ჩაკვეტაძე გიორგი არის საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. უნივერსიტეტებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს სასწავლო გრანტის გაუმჯობესება, მოპოვება ისევ შეეძლებათ. აი ეს არის დედაარსი ყველაფრის. რა პრინციპით შეძლებენ სტუდენტები სახელმწიფო გრანტის მოპოვებას? თუ გაუმჯობესებას ჯერჯერობით უცნობია, რადგან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. რატომ? იმიტომ რომ დაავიწყდათ, არ იცოდნენ არაპროფესიონალიზმის გამო არ შეიტანეს კანონში სხვა ცვლილებებთან ერთად ის ცვლილება, რაც ახლა შეაქვთ დაგვიანებით. და დაჩქარებული წესით. ზვიად გაბისონია და განათლების კომიტეტი ამბობს, ამით არაფერი დაშავდება, ზაფხულამდე დრო არის და მოვასწრებთო. კანონპროექტის მიღების შემდეგ იანვარში ისმებოდა კითხვები. ისევ ჩატარდება თუ არა გაუქმდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდა? ნაეკის და სამინისტროს პასუხები იყო, არ გვაქვს ინფორმაცია, ჯერ საკითხი არ არის გადაწყვეტილი. ამას ჯერ კიდევ ამბობდა ნინო წერეთელი ყოფილი დირექტორი. სამინისტრო ჯერ დამტკიცებული არ არის კანონის სახით. ვის უნდა დაემტკიცებინა, კაცო, თვითონ უნდა წარედგინათ. რაც შეეხება ვადებს, სამინისტრო პასუხობდა ცვლილებებს უახლოეს მომავალში ელოდებიანო. ეს არის უახლესი მომავალი? ეს ხდებოდა ნოემბერ-დეკემბერში და ნახევარ წელზე მეტი გავიდა და ახლა შეაქვთ ცვლილებები. ანუ სპეციალისტებმა ჩვენი საშუალებით ჟურნალისტებმა უთხრეს სამინისტროსაც და გამოცდების ცენტრსაც, როგორ გააკეთებთ საგრანტო კონკურსს თუ არ იქნება ეს კანონი შეტანილი და ნახეთ რა დონის არაპროფესიონალი ხელისუფლებაა რომ გონზე ვერ მოვიდნენ და მაინც არ შეიტანეს ცვლილება. ეხლა რო დამთავრდა რეგისტრაცია ყველაფერი და უკვე საგამოცდოთ ემზადებიან და ის ეხლა გაახსენდათ. უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი საგრანტო წესი გააუქმეს, შემოიღეს უფასო განათლების უმაღლესი განათლება, თუმცა ესეთ დეტალების გარეშე. არაფერი არ ვიცით. საგრანტო წესის გაუქმებამ დღის წესრიგში დააყენა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შენარჩუნება გაუქმების საკითხიც. აქამდე სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შესაძლებლობას აძლევდა ბაკალავრიატის სტუდენტებს მოეპოვებინათ ან გაუმჯობესებინათ საგრანტო დაფინანსება. და 2025 წლის ზაფხულში ჩატარდა და მასში ეს მონაწილეობა მიიღო რამდენიმე 1000-მა სტუდენტმა და გასულ წლებში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან ერთად ცხადდებოდა ყოველთვის. თუ შეიძლება გაუშვით ბოლო ვიდეო. არსებულ მთავრობის დადგენილებაში გაუმჯობესება ისედაც არის ფორმულირებული, ჩანაწერია რომ მათ ვის მოიპოვა უკვე გრანტი და ეხლა იქნებათ საშუალება ეგრეთ წოდებული ნულოვანი გრანტის ნაწილიდან მოხდეს ახალი საგრანტო დაფინანსების მოპოვება. აი ბატონო ზვიად, არაპროფესიონალები ხართ თქვენ ყველანი სამინისტროში, ყველა მთელი სამინისტრო აპარატი შეიძლება იქ თითოეულა ვიღაცა იყოს. სარეფორმო ჯგუფი, მთელი მთავრობა, რომელიც იჩემებს განათლების რეფორმატორობას და საქართველოს პარლამენტში ხო საერთოდ დრო არ მყოფნის თორემ შემდეგში გაჩვენებთ რას ლაპარაკობს კომიტეტის თავმჯდომარე. შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი, რომ ოპოზიციას ეუბნებოდა იმას, თქვენცო შეგეძლოთო თუ რაღაცა. თქვენ იმიტომ ხართ სამინისტრო მთავრობა, რომ და ხელისუფლება, რომ არ გამოგჩეთ ესეთი მთავარი სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები. აი რა დონის არაპროფესიონალები ხართ და ზვიად გაბისონიას მინდა ვუპასუხო. თუ მთავრობის დადგენილება იყო საკმარისი, მაშინ რატო შემოგაქვთ სასწრაფო წესით, რატო შემოგაქვთ ეს განათლების კანონში ცვლილებები? ესე იგი საჭიროა ხო ჩაიწეროს იქ გარკვევით.
ეს ხო ამ ჩანაწერს ხო შემდეგ ბიუჯეტიდან ფული უნდა გამოიყოს. თქვენი აბდაუბდა და არ ჩაწერილი იმაზე ფინანსთა სამინისტრო როგორ გამოყოფს ფულს. ან ვინ დაამტკიცებს ბიუჯეტს? ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოიწურა, კიდევ ვერ მოვასწარი ის, რაც მინდოდა ყველაფერი მეთქვათ, მაგრამ არაუშავს, შემდეგში გავაგრძელებთ. მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში მიდიოდა ჩემი საავტორო გადაცემა განათლების რეფორმის კვალდაკვალ. გადაცემის თემა იყო უმაღლესი სკოლის რეფორმის ანალიზი. მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ღია ეთერში ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მანენა ნიკოლაიშვილი მუშაობდით თქვენთვის 50 წუთის მანძილზე. ამ გადაცემას გაიმეორებენ შაბათს 5-ის ნახევარზე. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.